გაინტერესებს რა უნდა ქნა თუ შეგიძლია მთელი დღე ჭამო და დანაყრების შეგრძნება მაინც არ გაქვს. შენ ამას მადას ეძახი. არადა ეს შენი ორგანიზმის რეაქციაა შიმშილზე. მომისმინე, გასწავლი რაც უნდა გააკეთო. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის ერთ-ერთი გახლავს არა ფიზიკური, არამედ ემოციური შიმშილი. როდესაც შენი ტვინი ინტელექტუალურ შიმშილს, მოფერების მოთხოვნილებას, აღიარების მოთხოვნილებას, სიყვარულის მოთხოვნილებას გადათარგმნის როგორც ფიზიკურ შიმშილს და შენ ერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ცდილობ მეორე საშუალებით. ჯობია დაელაპარაკო იმას, ვინც გაგიგებს, ვისაც შეუძლია შენი მოსმენა, მივართო სპეციალისტს, ეს სიცხვილი არ არის და მოეშვა ჰიპერკომპენსაციას. ანუ ფიზიკური საჭმელით ემოციური შიმშილის დაკმაყოფილებას. ეს აბსურდია, ვერ დაიკმაყოფილე. მეორე მიზეზი, რაც შეიძლება შენს შიმშილს იწვევდეს. შენი რაციონი ღარიბია პროტეინით. ანუ შენ ჭამ ცოტა ცილოვან საჭმელს და ბევრ ნახშირწყლებს. მაგალითად ციციბურას, მაგალითად კარტოფილს, მაგალითად ბრინჯს და ასე შემდეგ. ბრინჯი და კარტოფილი და ციციბურა ესე ნორმალური საკვებია, როცა სხვა რამესთან ერთად ჭამ. იმიტომ ქვია მაგას გარნიერი და არ ქვია მაგალითად ძირითადი კერძი. თუ შენი რაციონი პროტეინებით ღარიბი იქნება, შენი ტვინი საერთოდ ვერ აღიქვამს რომ ჭამე. ამიტომ შეიძლება ერთი ქვაბი ციციბურა შეჭამო და მშიერი დარჩე. ამიტომ ჭამე დაბალანსებულად. გაინტერესებს კიდევ რა შეიძლება გამოიწვიოს შენი უზომო შიმშილი და უზომო მადა. მომწერე, მოდი, ვილაპარაკოთ.